თენგო თევზაძე კოალიციაცვლიებისთვის წარმომადგენელი თენგო ვიდრე გადავალ სხვა თემებზე უნდა შეგაფასებინოთ აუცილებლად ეს ფაქტიც რატომ გამოარჩია 71 წლის ექიმი ეს კითხვა არის ალბათ ახლა მნიშვნელოვანი რეჟიმი პირველ რიგში მოგესალმებით მე ვესალმები თქვენს მაყურებელს და სოლიდარობა იმ ახალ პოლიტპატიმრებს რომლებიც ემატება ყოველდღიურად და ჩვენ ვიცით თუ რა ასე ვთქვათ ნაბიჯებს მიმართა რეჟიმმა ადამიანები კადრში გამოჩენის გამო და ჩვენ უყურებთ ხო იმ ბრიფინგებს თუ რასაც რაღაც სერიალებით რომ აწყობენ კადრში გამოჩენის გამო ადამიანებს აკავებენ სისხლის სამართლის წესით ერთი მხრივ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სოლიდარობას რა მნიშვნელობა აქვს და რამხელა ფასი და ოცნებას უწევს მისი გათვალისწინება მაგრამ მეორეს მხრივ პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ვერ კონდეს მათი ცნობადობიდან, მათი პროფესიიდან გამომდინარე ისეთი ცნობადობა, როგორც ბატონ გოგი ჩახუნაშვილს აქვს, ხო? ეს გასაგებიცაა და ლოგიკურიცაა. აქედან გამომდინარე, ყველა ამ ადამიანს, ვინც ახლა ესე ერთი ხელის მოსვით ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ საპატიო შეგაუშვას, მათ მიმართ უნდა იყოს საზოგადოება სოლიდარული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ადამიანები, აი ბათუმელ მედროშეზე საუბრობთ, ეხლა რომ მოვდიოდი უსმენდით და მე ვიცნობ, მეც ბათუმელი ვარ და როცა იქ ბათუმში ჩავდედი აქციაზე ხდებოდა ეს ადამიანი. მათზე კეთილი, პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იშვიათად შემხვედრია და ეს ადამიანი არის, რომელიც მხოლოდ საქართველოს დროშას ატარებს ხელითაც და გულითაც. ეს არის ეს ადამიანი. ამიტომ ესეთი ადამიანების რეჟიმმა, ესე ვთქვათ, იზოლაცია გადაწყვიტა. ხოლო ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ რეჟიმი მოექცეს იზოლაციაში. გული მწყდება, გულწრფელად ამაზე რომ საუბრობ, ვინაიდან რაღაც ნაწილში წინ სწრებად ჩვენ რაღაცებზე საუბრობდით, გახსოვთ, მათ შორის თქვენს ეთერში, რომ მნიშვნელოვანია ბოიკოტის ხაზი დავიჭიროთ, მნიშვნელოვანია რომ ერთი დღე არ იყოს ეს წინააღმდეგობა და კარგად გავშალოთ სისტემის დასუსტების და რეჟიმის ჩამოშლის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გამოვიყენოთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და ეს ადამიანები ყველა უნდა განთავისუფლდეს ვინაიდან. ყველა შემთხვევაში ახლა იქ რა სახის, ასე ვთქვათ, იმაში შეგვიტყვა, შეიტყვა ეს ადამიანები ოცნებამ, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ხო, ეს სურპრიზი დაავახვედრო საკუთარ მოქალაქეების მიმართ, მაქვსო ნულოვანი ემპათია და თანაგზნობა. წარმოგიდგენთ, ამ ადამიანს ვსაუბრობთ ჩვენ, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი იმისათვის, რომ ერთის მხრივ თვითონ და მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილს შეუნარჩუნოს ხელისუფლება და ის ძალაუფლება, სად არის ხელისუფლება, ანუ ხელისუფლებას ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს არის ძალაუფლება და ის ასე ვთქვათ, ძალა, რომლითაც უბრალოდ ასე ვთქვათ ციხეში ეს რაღაც სპექტაკლებს რო დგამენ, ან 70 წლის კაცის ასაყვანად რაღაცა ზოგი ფანჯრი და რომ იძრება სპეცრაზმელი და ზოგი ეზოზე გარბდა. აი სასაცილო ბატონი ან რომელიმე მათგანი გაიქცა, სასაცილო ერთი ადამიანი პირით საკუთარი ინიციატივიდან ნებით მივიდა, იმიტომ რომ დიახ, ამოიცნო თავი და ეს სასაცილო სპექტაკლი აყურებინებენ, მათ შორის მათ პატრონებს, მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ რუსებს აყურებინებენ, რომ აი ჩვენ ეს სპეცოპერაციას ხალხის მტრებს, ქვეყნის მტრებს, რაღაცებს ეს ვინ არის? ჩახუნაშვილია, ბათუმელი მედროშია, ირაკლი ჩხირკვია, თუ ვინ არის ქვეყნის მტერი? ეს მართლა ქვეყნის მტრები და უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები. ესენი, ვინც დღეს ძალაუფლება აქვს ბიძინა ივანიშვილის გამო მიტაცებული, თორე ესენი ვინ არიან? ეხლა დღეს ვიღაცა ბრიფინგი ჩაატარა, ვერც იმას კითხულობდა, ვერ გავიგეთ რა უნდოდა, ვის უშვებდა, ვის იჭერდა, ვის აგრძელა მზიამაღლობელთან რა უნდათ. ის ქალბატონი, ღირსეული ქალბატონი, რომელმაც დაიცვა არა მარტო მისი ღირსება, ყველა საქართველოს მოქალაქის ღირსება და ჯილდოებს რომ იღებს ეს აღიზიანებს. წყი დაწარმოება ამ დონეზე არიან, ეგმინდათ თქვა რომ ბრიფინგს უძღვნიან, ამ დონეზე არიან დაცემულები ესენი, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს. მე გამოსწორების იმედი არ მაქვს. მიზანი რა არის, ხომ, რომ დააშინონ საზოგადოება, შეინარჩუნონ ძალაუფლება და საერთაშორისო ასპარეზზე მიაღებინონ თავი როგორიც არის, როგორი მოცემულობაც მათ აქვთ რეპრესიული რეჟიმი, მიმიღეთ ასეთი, ეს არის ივანიშვილის გზავნილი, ამას ცდილობენ. დაშინების ეტაპზე რა გამოსდით, არ არის ცოტა ასე მეტი პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში. დაემატება კიდე პოლიტპატიმრები. ამ ნაწილში და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მათი მიზნების შესაძლებლობა. პირველ რიგში საერთაშორისო ასპარეზზე ისინი ვერ აღწევენ მიზანს, მაგრამ მათი მცდელობა იყო. აი მე არ დამავიწყდება ქარდი დაახლოებით 8 საათზე.
როცა გამოიყენეს ის მესიჯი თუ სლოგანი, რაც მანამდე ეს პროტესტის, ასე ვთქვათ, ორგანიზატორებს ჰქონდა, რომ დავიწყებთ და დავასრულებთ და აი დავიწყეთ და დავასრულებთ. ანუ მე არ დამავიწყდება ეს კარდი და ამ კარდმა ბევრი კიდევ უფრო რაღაცებში, ასე ვთქვათ, დამარწმუნა თუ შეიძლება ესე ითქვას. ქართულ ოცნებას უნდა, რომ ქართული ოპოზიცია ქართული საზოგადოება, რომელიც არის მშვიდობიანი და მშვიდობიან არ თანამშრომლობაში და წინააღმდეგობაში და მადლობა მათ 700,000-ზე მეტი, დაახლოებით 800,000, მაგრამ მოდი ყველაზე დაბლა დავწევთ, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა დაბალია ხოლმე და არა 800,000, არამედ 700,000 ვთქვათ, მათ შორის ლელოს და გახარიას ყავს ოპოზიციური ამორჩეველი, მაგრამ მათმა, ასე ვთქვათ, 70%-მა მათ ხარი არ დაუჭირა და არჩევნებზე არ მიდოდა, მაგრამ ვინც დაუჭირა, ის ოპოზიციონერი ამორჩეველია. მან შეგედავებოდნენ აქ რომ იყვნენ წინააღმდეგობრივ არჩევნებს ადარებენ ისინი ამ შედეგს და ამიტომ არ ეთანხმებიან მაგ არგუმენტს. არ არის წინააღმდეგობრივი არჩევნების შედეგი, მათთვის სასარგებლო არ მინდა მასაუბროს სხვა რაღაცას ვამბობდი, წინააღმდეგობრივ არჩევნებში ოპოზიცია მოიგო დაახლოებით 15 ოლქში პირველი ტურები, ხო ვიცით ახლა. ამათ ვერცეთმა ამათმა კანდიდატმა 10%-ზე მეტი ვერ მიიღო. 10% ვერცეთმა ვერ მიიღო. კი, ამას ამბობდნენ ისინი, რომ ყველას რომ მიგვეღო მივიღებდით. არ ვსაუბრობ, აი უყურეთ, არგუმენტი მაგათაცაა. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მაგას ამბობდნენ, ყველას ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, მივიღებდით მესო. არ არსებობს არანაირი არგუმენტი რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის. და ნახეთ თუ როგორ შეურაცხყოფა, კი არ დაამარცხეს და გაუყალბეს, მარტო ეს კი არ ხდეს. შეურაცხყოფა მიაყენეს. ანუ ფაქტობრივად ის კანდიდატების ადამიანები, მათ შორის ბევრი საპატივცემულო ახალგაზრდა კაცი ხალი პოლიტიკაში ჩართული, ფაქტობრივად მათ 10 ერთზე დაწერეს თუ დაუწერეს შედეგი, ხო? ამიტომ არ ვსაუბრობთ, არ მინდა მაგას საუბარი. აი თუ გვისმენენ, რა არგუმენტი, არანაირი არგუმენტი არა. არ მინდაო და საუბრობ, მორჩი გადავდივარ, აი ჩავხურეთ ეს ნაწილი. ეხლა გადავდივარ იმაზე, რაცაც საერთაშორისო ნაწილში თქვია. ასევე უნდა რომ მშვიდობიანი პროტესტი, ბოიკოტში მონაწილეებიც მათ შორის, პროტესტში მონაწილეები, რომელშიც ჩვენ ასევე ვართ, გამოიყვანოს რადიკალებად და აი დაუძახოს და დაუძახა ელჩებს თქვენ გახსოვთ, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მინისტრის არ შეხვდა, მაგრამ სხვადასხვა ის კაცია მთავარი მინისტრი, მან და არა ის ვინც ქალბატონი, ვინც დადის ხოლმე შეხვედრებს. დაიბარა და აიძულებს თუ აძალებს, რომ აღიაროს თითქოს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, რომ თითქოს აქ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ვინმე. ამის ასე ვთქვათ, მცდელობა აქვს, მაგრამ ვერავინ და ვერ დამისახელებთ, რომ პირდაპირ ეს განცხადება გაეკეთებინოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ხო არ მომხდარა ეს. ვერავისგან ვერ მიიღეს და ვერც მიიღებენ, იმიტომ რომ ყველა მიცის სიმართლე. ყველა მიცის სიმართლე. ჩვენც ვიცით, ქართულმა ხალხმაც იცის სიმართლე და ეს მნიშვნელოვანია ეს ერთი და მეორე, ვერავისგან მიიღეს ცალსახა არჩევნების აღიარება, ეს ხო ფაქტია, ხო არ ვაზრიადებ. იმიტომ ხო არ ვსაუბრობ ამას, რომ ოპოზიციონერი თქვენ ხო იცით, რომ ორივე ფაქტის შემთხვევაში მათ საერთაშორისო აღიარება და ლეგიტიმაცია ერთის მხრივ შეფასების ნაწილში, რომ ეს რაღაც სახელმწიფო გადატრიალება შეეფასებინათ, ხოლო მეორე მხრივ არჩევნების ერთპარტიული არჩევნების აღიარება არჩევნებად შეეფასებინათ, ეს არ მოხდა. რა უნდა გაკეთდეს ეს, რასაც ვამბობდით, რომ 5 ოქტომბერი აუცილებლად დადგება. 5 ოქტომბერი დადგება და ჩვენ უნდა დავიწყოთ. ბოიკოტის შედგა A წერტილიდან B წერტილამდე, აი აქ ვიჯექი და თქვენ გესაუბრებოდით ზუსტად თუ გახსოვთ ზუსტად ამ ტერმინოლოგიით. პროცესი მივიდა B წერტილამდე, დასრულდა ბოიკოტის ნაწილი სასიამოვნო იქნებოდა და მეტად წარმატებული შედეგი იქნებოდა, რომ ეს არ დასრულებულიყო და მხოლოდ არჩევნებზე გვიწევდეს საუბარი და არა პოლიტპატიმრებზე, მაგრამ პოლიტიკაში ხდება ესეთი გაუთვალისწინებელი პროცესებიც, ამიტომ ჩვენ ახლა B წერტილიდან უნდა დავიწყოთ C წერტილამდე. პირველი, გავაძლიეროთ პროტესტი და შევინარჩუნოთ რუსთაველი როგორც თავისუფლების კერა. მეორე, ჩვენ ჩავატარებთ ის 100,000 კაცი კი არ გამქრალა კაცო 4 ოქტომბრის შემდეგ 5-ში კი არ აორთქლებულა 50-მდე ადამიანი გამოგვაკლებს მხოლოდ იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ასე ვთქვათ გადაწყვიტეს რომ დაესაჯათ ყველაზე აქტიური ადამიანები. ამიტომ მრავალრიცხოვანი პროტესტი. ეხლა ნიჰილიზმის დრო არ არის. ქართველი ხალხი მზად არის ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და მესამე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა ისმაზე კი არა რომ საქართველოს იყოს იზოლაციაში, ამაზე არავინ არ მუშაობს. ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი იყოს იზოლაციაში, ის მისი 500 თუ 1000 თუ 200 რამდენიც არის დამქაში. ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ იზოლაციაში და ქართულ ჩვენს მეგობრებს, თქვენს მაყურებელს, საქართველოს მოქალაქეებს
მე უწოდებ, აი ბატონი ჩახუნაშვილით მიმართ რა სოლიდარობას ვნახეთ, ხო? ყველა სფეროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ექიმების, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ეხლა საქართველოს ჩაგრავს და ქართულ ხალხს ჩაგრავს, ამ ადამიანების იზოლაცია სოციალურიც საჭიროა. ამას ეხლა ბანოდენგო, მოდით ჩაგეკითხებით, რას ნიშნავს თქვენთვის ბოიკოტი შედგა, ამ კითხვას გისვამენ ოპონენტები ხშირად და სამი სტრატეგია იყო პრინციპში არჩევნებში მონაწილეობის მხრიდან. მადლობა შეფასების დრო იყო სამი სტრატეგია და არა ორი. სამი არჩევნების ბოიკოტის და 4-ში აქციის და იმ დღესვე დასრულების სტრატეგია. ფაქტია, რომ გათენდა 5-ით და შემდგომი დღეების და ვერც ერთმა სტრატეგიამ ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. რას ნიშნავს თქვენთვის ვერ დაგეთანხმებით და აი გეტყვით ბოიკოტის შედგა რა აუხსნა, ხო, პირველ რიგში ვერ დაგეთანხმებით, რომ სამივე ვერ შედგა. აი აქ რო საუბრობთ ახლა და ჩვენ ოპოზიცია პროდასავლური ოპოზიცია არსებობს და ამბობს იმას, რომ პროცესი გრძელდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ბოიკოტის შედგა, ეს ერთი. მეორე, ბოიკოტი შედგა იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ იქნა აღიარებული არავის მიერ. ეს ანუ თქვენ ამბობთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში ყველას საქართველოს ლეგიტიმაციის ყველა დონეზე, არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც მას არ აქვს. რომ მოიგებდით ამ არჩევნებს? სამართლიან პირობებში ადგილობრივ თვითმფრინავებს არა, ამ პირობებში რო არ მოვიგებდით და აზრი რო არ ქონდა, იმიტომ არ მივიღეთ. მაშინ ლეგიტიმაციას როგორ შეძლება? არა, ლეგიტიმაცია, კონკურენცია, ანუ არჩევნებში რა არის, კაცო? პუტინს ელაპარაკებიან როგორც ლეგიტიმურ მმართველს, მაგრამ ზუგანოვის პარტია ყავდა და ყოფილი ჟირინოვსკის პარტია ყავს, რომელიც ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია სად არის? ზოგი ციხეში, ზოგი მკვდარი. ვიცით ხო? მაგრამ პუტინს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს ესაუბრებიან ამერიკაშიც იყო ჩასული. ეს კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არ ვართ ავსტრიაში. ამას ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციაში, რომ ეს არ არის ავსტრია, ნიდერლანდები, რა ვიცი, პოლონეთი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიმყოფებით რეჟიმთან, რომელსაც უნდა და გაეფარჩაკებინა ოპოზიცია და რომ არ ყოფილიყო ბოიკოტის მომხრეები, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტის მომხრეები და თანმიმდევრულები კონკრეტულ პოზიციაში ოპოზიციას და საზოგადოებას ესენი გააფარჩაკებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. ვერ შეძლეს, იმიტომ რომ 100,000 ადამიანი პატრიოტი გამოვიდა ქუჩაში და უარი უთხრა არჩევნებს. ეს ერთი. მეორე, ვერ შეძლეს, იმიტომ რომ 800,000-მდე ოპოზიციონერი არ მივიდა არჩევნებს. ეს დათვლადია, ხალხო, შეადარეთ 21 წლის არჩევნებს, 20 წლის არჩევნებს, 24 წლის არჩევნებს. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ბოიკოტი შედგა. ბოიკოტმა ჩვენ და თანმიმდევრულმა პოზიციამ რეჟიმთან არ თანამშრომლობა მიგვიყვანა ამის და რა უნდა გავაკეთოთ? 4 პუნქტიც მაქვს, რომელიც წინა ყოველთვის რომ ვამბობდი 3 იყო და ვამბობდი მე 4 პუნქტსაც დავამატებ. აი ახლა დრო, როდესაც მოხდა კრისტალიზება ყველაფრის, გამოჩნდა ყველაფერი, გამოჩნდა თანმიმდევრულების პლუსი, ახლა არის დრო რუსთაველის პროტესტის აქტიური ადამიანები, ცნობილი სახეები, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, საინიციატივო ჯგუფები, პოლიტპატიმრების ოჯახები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროდასავლური პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნა რეალური კოორდინაცია წინააღმდეგობის ბოლო ეტაპზე გადასვლას. ახლა არის ამის დრო და ხო, ჩვენ ყველაზე მეტი არგუმენტი გვაქვს, რომ ვიღაცებს ნიშნის მოგებით ვესაუბროთ. არა, ახლა არის დრო, იმიტომ რომ ესენი გააგრძელებენ ადამიანების დაჭერას და რეპრესიებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ გავჭერდეთ. თუ ვინმე ამის ნიშნები, რამე კოორდინაციის სტელობის სხვა გზა არ გვაქვს. აი აქვე ვამბობთ, ხო ვამბობთ რომ ბოიკოტის გარდა სხვა გზა არ გვაქვს. ახლა ვამბობ რომ სხვა გზა არ გვაქვს დიდი კოორდინაციისა. ოღონდ ეს კოორდინაცია უნდა იყოს თანმიმდევრული, პრინციპებზე შეთანხმებული, მათ შორის გადადოს ვიღაცაებმა გვერდზე წყენები და ასე ვთქვათ, ვისაც პოლიტიკური ალღო დაუბლაგდა, იმათმა გაასწორონ ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ახლა მნიშვნელოვანი კოორდინაცია, იმიტომ რომ ბოიკოტი შედგა და ბოიკოტი და რეჟიმის დასუსტებამდე და მოთხოვნების შესრულებამდე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი. ამის თქმა მინდა და ამას ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებსაც, რომ ევროპაში და დასავლეთში. ეს უთხარით ზუსტად. რომ მითხრათ, აიღო ამ დღეს შევხვდით საქართველოს მაგარ მეგობრებს, კარგ მეგობრებს, კი ევროპარლამენტებს, სოციალ-დემოკრატებს და საქართველოს კარგ მეგობრებს, მათ იციან რა კონტექსტია საქართველოში, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში, მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და მათ უთხარით რომ ჩვენ არ გავჩერდებით და ჩვენ გავაგრძელეთ წინააღმდეგობას და მათ შორის კოორდინაციას. პირადად მე სხვა პარტიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ აუცილებელია კოორდინაცია, აუცილებელია პროდასავლური ძალების მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ერთმანეთთან. ოღონდ ეს უნდა იყოს პრინციპებზე შეთანხმებული, თანმიმდევრული და ასევე ეს უნდა იყოს ისეთ საკითხებზე, რასაც ქართული და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი ქვია. სხვა შემთხვევაში კუნთების ჩვენება ახლა დრო არაა და არც აქვს უკვე ბევრს საჩვენებელი კუნთი. რამდენი ხანია მესმის ეს სიტყვა კოორდინაცია, სურვილი და მე სამწუხაროდ ეს
ეს ვერ ხდება ხოლმე. ჩემგან ვერ გაიგებდით ამ სიტყვებს, მე ამას ახლა ვამბობ, ბოიკოტის ნაწილში ვინც არ შემოვიდოდა და არ შემოვიდა. მათთან კოორდინაცია იქნებოდა რთული, მაგრამ ახლა ვამბობ, უკვე ეს ეტაპია. ამ ეტაპზე გადავით. ანუ ერთ წინადადება რა. ყველა ტელევიზია გულახდილი ვიყოთ. ყველა ტელევიზია თანაბრად, თუ თქვენ კრიტიკული მედია თანაბრად, იმიტომ ის ხალხიც უნდა გეჩვენებინა ტელევიზორში. მაგრამ არჩევნებისკენ იხრებოდა უფრო. ეს არის პროპაგანდისტული. ერთ უნდა დავასრულო უფრო მეტად არჩევნებში არა. მეორე მხარე მიიჩნევს, რომ პირიქით იყო ეს ამბავი და ეს ორივე კარგი შეფასებაა ჩვენთვის, რომ ყველა მხარე უკმაყოფილოა. ეს არის მედიის როლი, რომ არ ვარ. ერთი წამით ეგ არ მithქვა. ეს არის მედიის როლი, რომ მიეჭვიანოს, რომ რაღაც კითხვებს რატო უსვამენ მას და არ უსვამენ სხვა. დავასრულო პოზიცია. ძანეთ. ყოველთვის გაქვთ ამის საშუალება. კი, თქვენთან ნამდვილად და თქვენს მედიაში მე კრიტიკა კი არ მithქვას, მე რა ვთქვი? თქვენა ბოიკოტში არ იყავით. და ვერც იქნებოდა ეს თქვი. ხო და ეს თქვი რომ თორე არა, როგორ არა მე არის როდესაც მაგალითები შემიძლია ხაც შორს წაგვიყვანს ქვეყნები შემიძლია დავასახელოთ სადაც კრიტიკულ პროცესში მედია დგებოდა მთლიანად მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ ამას კი არ გთხოვთ ვინმე არა დადგომის პრეტენზიებს ამ ქვეყანაში არ მიიღებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები რატომ თვლით რომ პრეტენზია გამოქვი პასუხობთ რომ თქვენ შეგიძლიათ დარჩენთ თქვენაც ფაქტი თქვი ფაქტი რომ მედია ყველა მათ შორის საუბრობდა აქტიურად არჩევნებზე წასვლა ხო უსვამდით იმ ადამიანებს შეკითხვებს ხო მოდიოდნენ ხო მიუხედავად ამისა საზოგადოების აბსოლუტური ეს რატო გწყვეტ ვერ გავიგე ფაქტი არ წინს საზოგადოების საზოგადოების უმრავლესობამ კი არა 60%-მა 65%-მა ჩათვალა რომ ამ არჩევნებზე არ უნდა წასულიყო მათ შორის ახლა ქართულ ოცნება როგორ მიიღო ეს მილიონი ხმა თუ რაღაცა ეგ ცალკე გასაბაგას ვერ გავარკვევთ პირდაპირ გეუბნები მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნების ბევრი ამომრჩეველიც არ წავიდა არჩევნებზე უბრალოდ ახლა მაგის გარკვევა შორს აქვს რაც დათვლადია ეს დავითვალეთ ახლა უნდა გადავიდეთ და მედიის როლი არის ყოველთვის მნიშვნელოვანი თქვენი როლი არის თქვენ ხართ ჩვენთან ერთად პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ბევრი ხო საუბრობს არც ჩვენ მოვწონოთ აი ხო პოლიტიკურ პარტიები ზოგს მედიაც არ მოწონს ხო ჩვენ ორი ბასტიონი ვართ ვისაც უნდა ეხლა ქართულ ოცნებას ამ თავისუფალი სიტყვა და ალტერნატივა ეს ორი ჩააქროს თუ ამას შეძლებს ქართულ ოცნება რომ არის ალტერნატივა პროდასავლური პარტიების სახით ამას გააქროს დაიჭერს და აპატიმრებს მოკლავს და ასე შემდეგ და ასევე თავისუფალი სიტყვით კრიტიკული საზოგადოების გაქრება უნდა ჯამში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მედიის არა უბრალოდ ინსტრუმენტებზე საუბრობდი და არა ეხლა ვიღაცაზე მაღლა არ ვაყენებ თავს ეს არის მოდი კიდევ ერთხელ გამოვიდე თავისუფალი მედია და პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტები იმისათვის რომ თავისუფალი საზოგადოების ფორმირება მოხდეს ამ ქვეყანაში თუ რამე ინსტრუმენტი არ სამოქალაქო საზოგადოებასაც იგივე პრობლემა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ ერთიანად შემოგვიტია ქართულმა ოცნებამ ეს არის ინსტრუმენტები სხვა ინსტრუმენტები ჯერ არ შეუქმნია თანამედროვე საზოგადოებას და მე თენგო თევზაძეს და როგორც პოლიტიკოს კი არა მოქალაქეს მინდა თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალი საზოგადოების ფორმირება ჯერ ერთი იმიტომ რომ აქვს ამის პრობლემა და ამ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებას და ამ ინსტრუმენტების გაქრობით ჩვენ აუცილებლად და ვერ მოახერხებს ამას მე ამის იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ არა მხოლოდ იმედი მაგრამ ამის გაქრობის ცდელობა აქვს ქართულ ოცნებას და ყოველდღე გვემუქრება პოლიტიკურ პარტიებს გააგრძალვით ბატონ რაჟდენი რაგვარია დამავიწყდა რაჟდენით არასამთავრობო ორგანიზაციებს და თქვენ ფინანსური პრობლემებით ამიტომ ეს სამივე არის კარგად გასააზრებელი არა მარტო ფინანსურით მე შეგახსენებ ცემის ფაქტებს და თავპირისპირების ფაქტებს ასე რომ ერთადერთი რაც შემიძლია დაგპირდეთ ბანო თენგო ყველას თანაბრად ჩვენ დავუსვამთ კრიტიკულ კითხვებს ამ სტუდიაში შეიძლება ეს თქვენ მოგეწონოთ ან სხვას მოეწონოს ან არ მოეწონოს ჩვენი ფუნქცია ეს არის რატო ჩათვალო რამე არ მომეწონა არ ვიცი მაგრამ წარმატებას გიშო და სიამოვნებით ამ ნაწილში მეც თქვენთან ერთად ვარ და იგივე ბრძოლაში ვარ თენგო თევზაძეს უსმენდით დიდი მადლობა მას